მეგობრებო, თქვენი ერთ-ერთი ჩემი გამომწერის თხოვნა უნდა გავაკეთო ახლა ასეთი ძალიან თხოვა მოკლედ ამ გაშლასთან და ამ თემაზე და ვითვალისწინებ თემა არის ასეთი იმ ადამიანებისთვის იქნება, ვისაც გეგმაში გაქვთ ასე ფიქრის დონეზე ჯერჯერობით ემიგრაცია, გადაადგილება ან ემიგრაციიდან დაბრუნება უბრალოდ ეს არის მოგზაურობასთან დაკავშირებით თემა, ოღონდ საცხოვრებლად გადაცხოვრება ან დაბრუნება, ასე ვთქვათ, ორივე ვარიანტი გავაერთიანოთ ამ გაშლაში და ღირს თუ არა მოკლედ თქვენი ენერგიების აქეთ ჩადება და რა შანსებია, რას გამოიწვევს თქვენი ეს გადაადგილება, ემიგრაცია ან ემიგრაციიდან დაბრუნება ამ ადამიანებისთვის იქნება ეს გაშლა. ნახოთ ვინ ხართ თქვენ, რა ენერგიებში ხართ, თუ ატყობთ რომ თქვენია გაშლა, ბოლომდე უყურეთ, თუ არა და შეგიძლიათ დალაიკოთ და გადმოხვიდეთ ჩემგორზე, არჩიოთ თქვენთვის ასრული თემატიკა. გამოწერილები ვისაც არ ყავთ, გამომიწერეთ პირადად გაშლებისთვის, კი ბატონო, პირადში მომწერეთ და შეძლებს დაგვარად მალევე დაგეხმარებით პირადი გაშლებით. ვინ ხართ თქვენ, რა ენერგიებში ხართ, ახლა რომ გავიგოთ, რამდენად თქვენია ეს გაშლა, გაშლა ორივე სქესისთვის არის მინდა გითხრათ. 3 პენტაკლი. ტუს ხმალი და 9,000 ამოდის კალოდის ძირში რვიან ჟეზლი. შეიძლება რაღაცა ინფორმაციას ელოდებით, მოკლედ ასე ვთქვათ. სოციალური ქსელით, მოდი ესე გეტყვით, იმიტომ რომ ეს არის სწრაფი კარტი, ეს არის ჰაერის გზით ინფორმაციის მომცემი კარტი და ძალიან სწრაფი, ყველაზე ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ამაზე სწრაფი კარტი შეიძლება არც არის არც ერთი. რაღაცას ელოდებით, არ ვიცი, შემოთავაზება იქნება, დაკონკრეტება იქნება სამუშაო თემატიკის თქვენი ან საცხოვრებლის, ან რაღაცა დეტალებს ელოდებით, საინფორმაციო, კი არა, სოციალური გზით, ჰაერის გზით, SMS-ის გზით, მეილი ასევე განისაზღვრება რაღაც ნაწილისთვის, რომ მეილით უნდა მიიღოთ რაღაც დასტური, ან შემოთავაზება უკვე კონკრეტული, ან ვიზა, ან რაღაცა დეტალებს ელოდებით, მოკლედ აი ესეთი ჰაერის გზით. წერილი და დეპეშა აღარ გვაქვს ამ საუკუნეში და ამისთვის მზად ხართ, ეს სტარტზე დგეხართ, აი როგორც წითელ-ყვითელ მწვანე, შუქნიშნის, ასე ვთქვათ, უკვე აი ყვითელზე დგეხართ და უნდა გადაწყვიტოთ, წითელი იქნება თუ მწვანე იქნება, მწვანე შუქი აგენთებათ, მოდი ესე ვთქვათ, ამ გზაზე თუ არა. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრს ფიქრობთ, ძალიან ბევრი კუთხიდან მიმოიხილავთ ამ თემატიკას, რამდენად ღირს და არ ღირს ამ თემაში და საერთოდ ამაზე ფიქრი სერიოზულად აღიქვათ და მიიღოთ და გაძლებთ თუ არ გაძლებთ იმ ემიგრაციაში იქნება თუ რო დაბრუნდებით ემიგრაციიდან, გაწყობთ თუ არ გაწყობთ, როგორ მოერგებით, ყველას თქვენი გაქვთ საერთო გაშლაში ბევრი ხართ და დეტალები იქნება ბევრნაირი, მაგრამ ეს არის ის მომენტი, რომელიც თქვენ ემოციურ ფონს გაძლევთ ძალიან დადებით. 9,000-ით ეს არის ემოციები, რომელიც ძალიან კმაყოფილს გამყოფებთ თქვენ, აი ძალიან ერთი სული გაქვთ, აი ჰაერში შეიხტუნოთ, თუ შეფრინდეთ, თუ რაღაცა მანევრი განახორციელოთ ჰაერში, აი ესეთი აღმაფრენას ელოდებით აი ამ ინფორმაციის მიღებიდან. აქედან გამომდინარე, ელოდებით აი ამ ჰაერში აღტომას, ასე ვიტყოდი, სტარტზე დგეხართ, თქვენი ყვითელი გინთიათ ახლა შუქნიშნის და ელოდებით როდის აგენთებათ მწვანე რომ წახვიდეთ, ძალიან ბევრს ფიქრობთ, ემოციური, იცით რომ რთული მომენტი იქნება, ისიც იცით რომ ბევრი რაღაცა არც ისე იოლი იქნება, ადაპტაციის უნარი შეიძლება თავიდან რთულად გაგიჭირდეთ, როგორც მინიმუმ აკლიმატიზაციიდან დავიწყოთ შეგუება სხვა ტრადიციებზე და ან ისე ქართულ ტრადიციებზე გადმოწყობა, ასე ვთქვათ, კანონმდებლობაზე, აქაურ ყველაფერზე, რასაც გადაეჩვიეთ თუ საზღვარგარეთ ხართ და იცით რომ რაღაცნაირი ადაპტაცია მოგიწევთ პირველი, ესე ვთქვათ, აკლიმატიზაციის გავლა, მაგრამ მაქსიმალურად სულიერად და ფიზიკურად ემზადებით აი ამ აფრენისთვის ჰაერში, რომ დიახ, მწვანე აგენთოთ და უნდა წახვიდეთ. კი ბატონო, თუ ატყობთ რომ თქვენია ეს გაშლა, ვნახოთ ახლა უნდა წახვიდეთ თუ არა და რა პერსპექტივები იქნება რომ წახვალთ ამ გზაზე. უნდა წახვიდეთ თუ არა, სამყაროს აზრით პირველ რიგში გავიგოთ ხმლის მეფეა, მოდის ესე იგი, პაჟი
ხმლის მეფე ძალიან დიდი ალბათობით შეიძლება ჰაერისტიქიას წარმოადგენთ, ვინც ამ გაშლას უყურებს, ვიზეც არის გაშლა, ეს ჰაერისტიქია გეტყვით რომ არის მერწყული ყუპები ან სასტორის ნიშანი, მაგრამ საერთო გაშლაში ყველა არ იქნება რასაკვირველი, ეს არის ძალიან კარგად განვითარებული მენტალური ადამიანი. შეიძლება ზოგიერთისთვის იყოს სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებული მივლინება, სტაჟირება, საზღვარგარეთ რაღაცა კვალიფიკაციის ამაღლება და ამას აჩვენებს სწორედ კარტი, რომ რაღაცა გაქვთ სასწავლი, ან უნდა ისწავლოთ აქ და კვალიფიკაცია და უკვე სტაჟირება გაიაროთ საზღვარგარეთ და ამას ელოდებით, ასე ვთქვათ, აი ამ შესწავლის მომენტში ხართ ახლა, რაშიც პრინციპში თქვენ ენერგიას არიშურებთ და ეს არის ძალიან კარგად განვითარებული მენტალური ადამიანი, საერთოდ ჰაერისტიქიაზე საუბარი აღარ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ მე ჰაერისტიქია ვარ და განსაკუთრებით მით უმეტეს მერწყული, მაგიტომ არ უსვავ ხაზს, ეს არის ცნობილი ფაქტი, რომ ძალიან კარგი რაციონალური მენტალურად განვითარებული ადამიანები არიან, კარგად შეისწავლიან სხვანაირი აბსოლუტურად რაციონალური გონებით და დგამენ ნაბიჯებსაც და ესეთი კარგი მათემატიკური აზროვნებაც გააჩნიათ და საერთოდ ემოციებზე წინ თავის მენტალურ მდგომარეობას აყენებენ ცხოვრების წელს და აი ამ განჯის ამბავში არის ახლა ჰაერის მეფე, ეს არის ძალიან კანონიერი ადამიანი, ძალიან პუნქტუალური პირველ რიგში, კანონს არ გადაუხვევს, სხვისას არაფერს არ მოიპარავს, ზედმეტს არავის არაფერს არ აკადრებს, რაღაცნაირი ცივი მეფის როლშია, მაგრამ სინამდვილეში ცივი არ არის, სინამდვილეში რაღაცები აქვს წარსულში გადატანილი თავის პირად ურთიერთობაში და აქედან გამომდინარე ცოტა ცივი სტატუსი და ნიღაბი უკეთია მას გარშემო მყოფი ადამიანები რომ აჩვენოს თავის ემოციური ფონი, სრულიად არაფერში არ ჭირდება. შეიძლება სტაჟირება ეხებოდეს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, იმიტომ რომ ჰაერის მეფე არის ორგანოების წარმომადგენელი, ასევე არის ექიმი, ასევე შეიძლება იყოს სამედიცინო სფეროს მხრივ თქვენი მივლინება, კვალიფიკაცია, სტაჟირება, უკვე ყველას თქვენი გაქვთ რა გექნებათ, სასწავლებლის მხრივ. ასევე შეიძლება უბრალოდ რაღაცა შეფპოვარი ხართ და მაქსიმალური კვალიფიკაციის ასამაღლებლად მიდიხართ სასწავლებლად, კიდე დამატებით ევროპაში ან ამერიკაში ან არ ვიცი, ვინსად მიდიხართ, კარგი უფრო ისეთი ოსტატი ნამდვილად რომ ჩამოყალიბდეს თქვენგან თქვენ პროფესიაში, მაგიო მიჩვენებენ, მაგი არის 4 სტიქიის მართველი, მანიპულატორი, მის ხელშია ყველაფერი, როგორც წესი, მაგები ესენი არიან, ექიმები უფრო მეტად, მაგის ხელით მკურნალობა, ხმით მკურნალობა, ასევე შეუძლია მაგი არის პირველ რიგში მაგიური ძალის მქონე ადამიანი, მის ხელშია ყველაფერი, რასაც მოესურვება, იმას აიღებს და იმას მოიხმარს და პროფესიონალია თავის საქმის, იცის რა დროს რა უნდა აიღოს, ემოციას მიმართოს, ინტაკს მიმართოს, რა უნდა აიღოს, მის ხელშია ყველა ინსტრუმენტი, 4-ვე სტიქიის, როგორც წესი, როგორც გითხარით, არიან ექიმები, მაგების მხრივ, ხალხური მედიცინის მკურნალები, მაგრამ ასევე არიან პრინციპში მაგები, ეზოთერიკის წარმომადგენლები, ტაროლოგები, ნუმეროლოგები, ფსიქოლოგები, ძალიან კარგი ამ კარტით მოსალოდნელია, სიტყვით, ხელით მკურნალი ადამიანები, ასევე შეიძლება შეფპოვარის განვიხილოთ, იმიტომ რომ ხელით ამზადებს ამ ყველაფერს ვის რას უმზადებს და ასე ვთქვათ მკურნალობის ერთ-ერთი მომენტია, ძალიან სასიამოვნო რაღაც შედევრს რომ შექმნის, ლამაზად შეფუთულს და გემრიელს. ესეც ერთგვარი მედიტაცია მაგისეული, ასე ვთქვათ ხელით სასწაულით შექმნილი მისი შედევრი. პრინციპში ყველაფერი თქვენ ხელშია, ძალიან კარგი რაციონალური ადამიანი ხართ და სწავლობთ და ენერგიას ამაში არიშურებთ, ორიან პენტაკლით ჯერ კიდევ აწონდაწონის რეჟიმში ხართ, რა და როგორ იქნება, აზრზე არ ხართ, ღირსო გეუბნებიან რომ გადაწყვიტოთ, იმიტომ რომ თქვენგან ძალიან კარგი პროფესიონალი ჩამოყალიბდება ამ კარტებით, რომ არ იშურებთ, ასე ვთქვათ, თქვენ ენერგიას სწავლაში, რომ ჩადოთ, აქედან გამომდინარე, თასსაც დაიჭერთ ხელში, ტუს თასი, ეს არის ემოციებით სავსე თასი, რომელიც ძალიან შეყვარებული, ასე ვთქვათ, პროფესიაზე ადამიანი იქნებით. ტუს თასი, ტუს პენტაკლი, ტუს ხმალი, 3 ტუზი ამოვიდა მეგობრებო ამ გაშლაში, 3 ტუზი ეს არის უკვე იმის დასტური ტაროლოგისთვის, რომ ეს გაშლა არის
დადებითი და სწორედ ის, რაც გვაინტერესებდა. ყველაფერი არის ოქროს შანსი, ჯეკპოტივი ჩანსი იქნება თქვენ ხელში და ამ ემოციების თასს დაიჭერთ ნამდვილად ხელში 4-იან ჟეზლით იმ სტაბილურობას და იმ დღესასწაულსაც შეიძლება აღნიშნოთ და მიაღწიოთ, რასაც ელოდებით ღირს ნამდვილად გარისკეთ ყველაფერი არის ემოციები, ასე ვთქვათ, სიხარული გელოდებათ წინ აი ამ გზით და აი